ერთი კაცის ტელევიზია მოგესალმებათ. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება ბატონი თემურ გოგსაძე. ბატონ თემურ, თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვას დაგისვავთ, თქვენის ნებართვით. გისმენთ. მაინტერესებს უკვე მეორე ლექციას დავესწარი, გადავიღე ვიდეოთი და ფოტოთი და ძირითადი მიზანი რა არის? თქვენი ლექციის ღვთაებრივი ინტელექტი. მოდი ესე ვიტყვი, ეს არ არის ლექცია, ეს არის პირობითად სამეცნიერო კვლევა, პირობითად იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვიკვლევთ, ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ. ეს არსებობს და არის მარადიული, ანუ ღვთაებრივი ემოციური ინტელექტი, რომელიც მოიცავს ყველაფერს აბსოლუტურად დასაბამიდან მის უსასრულო და უსაბამო გაგრძელებამდე და ყველა იმ კანონზომიერებებს, რაც ღვთაებრივ არსთან დაბრუნებაში ყოველ ჩვენგანს, ყოველ ქმნილს, ყოველ გარდაქმნილს, ყოველ დაბადებულს, ყოველ შობილს და ყოველ გარდამოსულს აუცილებლად ჭირდება და გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე ლექციებს პირობითად ვარქვევ, ამას ეს არის მოძღვრება სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ. და არის მეორე და განუყოფელი ნაწილი ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები. ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები ფართო ცნება და ის გულისხმობს ჩვენს სხეულს სახეთ ღვთისად რომ მოვედით, აქ მარტო თვალები, ცხვირი და სახე არ იგულისხმება, აქ იგულისხმება მთელი ჩვენი სისტემა, ტაძარი და ჩვენი ერთგვარად როგორ გითხრა, ღვთაებრივი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოძრავოთ სამყაროს დასაბამისკენ, აბსოლუტისკენ და შემდეგ საბოლოო ჯამში ღმერთისკენ, ღმერთში დავანებისკენ. აქედან გამომდინარე არის ღვთაებრივი ემოციური ინტელექტი და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები ერთობლიობაში განუყოფელი, როგორ გითხრათ, კოსმოფსიქოლოგია, ასტროფსიქოლოგია, რა ვიცი როგორც გნებავთ, ისე დავარქვათ და მეცნიერება, მოძღვრება სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ. ამიტომ მიხარია, რომ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები, როცა ამ სათაურსაც კი ეძებენ, უკვე ხელოვნური ინტელექტს იშველიებენ. და ეს არის სწორედ ჩვენთვის სიამაყე, რომ ეს ჩვენ ვართ პირველები და ჩვენ იამოსულიშვილთან ერთად ვამკვიდრებთ სწორედ ამ უნიკალიზმს, ესე ვთქვათ, აბსოლუტიზმს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, როგორც დასაბამისეული გზა იბერიაზე გადიოდა, ამ მოძღვრების გზაც დათვის წერტილით სწორედ იბერიიდან დაიწყო. არსებობს თუ არა ღმერთი? ღმერთი არსებობს თუ არა, ვიდრე ამ კითხვას კაცობრიობა სვავს, უკვე ძალიან ცუდადაა საქმე. აქ რწმენაც კი უძლურია ზოგჯერ, იმიტომ რომ სადაც რწმენა, იქვე არის ურწმუნოებაც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს ღმერთი, ის აბსოლუტიც არის, უმოძრავ აბსოლუტიც და მოძრავი აბსოლუტიდან გასვლაც ცნობიერის ღვთაებრიობა და რა თქმა უნდა, ღმერთი არსებობს და ის არის დაუსაბამო. უგრმესი მადლობა და კიდევ ერთი კითხვა და ამით დავამთავრებ და ამოვწურავ ჩემს. ეხლა რაც თქვი, ამას ძალიან დიდი გაშლა ჭირდება, როგორც წმინდა რელიგიურ მოძღვრებათა კონტექსტში და არა მარტო ქრისტიანულით. ქრისტიანიზმი ძალიან მრავალფეროვანია. ერთის მხრივ შეიძლება კარგიც იყოს და მეორე სამწუხაროც, მაგრამ მე ვსაუბრობ პირდაპირ გაგებით მართლად მადიდებლობაზე. და ამას მე მეცნიერულად უკვე ამ ორ წარდგენაშიც მათემატიკურადაც ვადასტურებდი და ღვთაებრივი არსით კასკაიას ცეცხლის გარდმოსვლის და ცეცხლის გავლის გზითაც და ამ ყველაფერს აქვს როგორც პირდაპირ გაგებით ღვთაებრივი სინათლის ფორმა, ჯვრის ფორმა, ასევე აქვს მას სხეულის ფორმებიც და რომელი ფორმებითაც შემდგომ ძეღთისა იესო მოვწამდა სამყაროში გარდამოვიდა და მე დანარჩენი როგორც იყო მისი ღვთაებრიობა ცნობილზე ცნობილია და ვის წამს და ვის არ აქვს საკითხია, ჩვენ ყველანი ვართ მართლად მადიდებლები, ჩვენი ტაძრებით და ჩვენი ცნობიერით, ჩვენი რწმენით და ჩვენი აბსოლუტისადმი შინაგანი რწმენით და სწრაფვით. აი ეს კიდევ რაც ახლა თქვი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავშალო, ჩავშალო, ვისაუბრო, მაგრამ ახლა აქ ამ წუთში ამაზე რა თქმა უნდა ძნელია საუბარი, თუმცა ფრაზებით ყველაფერი გასაგებია
ცნობიერში ოდნავ მაინც შესული ადამიანისთვის. ეს პროექტი, იდეა თუ მაპატიეთ უკვე ყოველ კითხვაზე ასე ვთქვათ, მე საუბრებით, რომ ასეთი კითხვა არ დაგიცვათ, მაგრამ როდის გაჩნდა ამ მიმართულებით ეს ყველაფერი? თქვენ ცხოვრებაში აი რა მიმოქმედა, რატომ აი მაინტერესებს უბრალოდ ხო მე ვიცი რომ ვიცნობ ბატონ თემურის როგორც აქ შემოქმედს კარგ პიროვნებას ეროვნული მოძრაობიდან ბრძანდებით მე ვიცი კი ბატონო ის ასეა აბსოლუტურად და რა დროს მოხდა როგორ მოხდა აი ეს მაინტერესებს უბრალოდ რა ბოდიში ამ კითხვას მოდი მე ასე ვიტყვი როდის ჩავთვალე მიზანშეწონილად ამ საკითხებთან დაკავშირებით ღიად მესაუბრა სწორედ ეროვნული მოძრაობის ერთგვარი ესე ვთქვათ შეფერხება რომ დროებითი შეფერხება რომ მოხდა სამხედრო გადატრიალების და სამოქალაქო ომის შემდგომ და აფხაზეთის გაყიდვის შემდგომ პრაქტიკულად უკვე აუცილებელი გახდა რომ მე დავბრუნებოდი იმას რითაც გადმოვედი და საიდანაც გადმოვედი რისთვისაც გადმოვედი და 94 წლიდან მაშინ პარალელურად ვიხავი კინოსტუდია ქართულ ფილმში იურიდიული ესე ვთქვათ სამსახურის ხელმძღვანელიც და გამოვიყენე ეს კინოსტუდიის ესე ვთქვათ სივრცე იმისთვის რომ მე გაღწევა დაბრუნება გამეკეთებინა სხვადასხვა ამ ტექნოლოგიებით იქ რაც მაშინ იყო და შემდგომ უკვე მეცნიერებათა აკადემიის სივრცეში 98 წლიდან ეს ნაშრომი ოფიციალურად 2000 წელს როგორც მტკიცებულება წარმოადგინე მე შევხვდი პატრიარქს თუმცა მაშინ ჩაითვალა რომ მიზანშეწონილობა ამის ღიად საუბრის არ შეიძლებოდა თუმცა მე დავდე მტკიცებულებები მაგალითად რასაც ვამბობდი 2000 წელს ის შემდგომში ახდა ეხლა და იმის ყველა მტკიცებულებაც წარმოადგინე ამ სამი სამეცნიერო კვლევის წარდგენისას. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ მაქვს 33 განსაკუთრებული სამეცნიერო კოსმიური ესე ვთქვათ მინიშნება, არსი რომელიც დედამიწაზე აუცილებელია რომ გავაცნობიეროთ და ამ 33-საც ეხლა რო წარვადგინე 12 წინაზე 12, შემდეგაც 12, ახლაც 12 და ეხლა 33 დარჩა ქრისტეს კასკაიების გადმოსვლის კონცეფტიდან გამომდინარე და განშლა ირმის ნახტომიდან სხვა galaktikების მიმართ და ხელოვნური ინტელექტის პრობლემატიკა, სამყაროს გატეხვის მცდელობები ილონ მასკი ამას ღიად ამბობს. ამ ყველაფრისგან რომ განვითარება არ შეფერხდეს და ყველაფერს მიეცეს დასაბამისეული კანონზომიერების ჩარჩოები, არა შეზღუდვა, არა არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, არც ნებისმიერი თავისუფლების ან შემოქმედის თავისუფლების, არამედ კანონზომიერებათა ადეკვატიზმი, ესე რომ ვთქვათ, ხეთ სულ სიტყვა ვთქვი, არ ღვთაებრივი, მაგრამ გასაგები რომ იყოს. აი ამიტომ იმ 33-საც უახლოეს ალბათ შემოდგომა გაზაფხულზე წარმოუდგენ საზოგადოებას და იმედია რომ დაიწყება ნაბიჯ ცნობიერის ესე ვთქვათ კაი გაგებით გახსნა ნაბიჯ და მე ყველაზე უფრო მთავარი ის არის რომ ეს სწორედ იბერიის წერტილიდან უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ აქედან დაიწყო ბევრი რამ. ეს გადაჭარბებული არ არის, ეს სადღეგრძელო არ არის, გულმკერძე მუშტების ბრაგუნი არ არის. ეს გაუკომართებული ტრადიცია არ არის, ტრადიციას მე ვეთაყვანები, ოღონდ გაუკომართებულ ტრადიციებს არ ვცნობ და სწორედ ღვთაებრივი ემოციური ინტელექტით იბერია დაიწყებს იმ გზას, რომელზეც პატრიარქიც ბრძანებდა, რომელიც გაბრწყინებას გულისხმობს, ოღონდ უმოქმედო გაბრწყინება გამორიცხულია. წამოწოლით გაბრწყინება გამორიცხულია უსაქმობით, შრომის გარეშე, გარჯის გარეშე, ბრძოლის გარეშე გაბრწყინება არ არსებობს, სამყარომ არ იცის მოძრაობის გარეშე განვითარება. მოძრაობა ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჯდომაშიც კი, დუმილშიც კი, სიჩუმეშიც კი მოძრაობა და შრომა. ყველაზე დიდი შრომა კიდევ უფრო მეტად შეიძლება დუმილში იყოს, ხო? აქედან გამომდინარე ეს გვჭირდება ყველას. ლოცვაზე აღარაფერს ვამბობ და გალობებზე აღარაფერს ვამბობ, იმ პოლიფონიაზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც ჩვენ გვაქვს და ქართულ ცეკვაზე არაფერს ვამბობ, რომელიც ასევე
მე ფრაზა მაქვს ესეთი, რომ ის რაც სიტყვის მიღმა ღმერთს უნდა და ეთქვა, ეს არის ქართული ცეკვა. ხო, ეს გამოტანილია უკვე ეს ფრაზები დადის, რომ რაც სიტყვის მიღმა ღმერთს უნდა ეთქვა, ის ღვთაებაა ქართული ცეკვა. აი ის არსია ქართული ცეკვა, აი სიტყვის მიღმა ღმერთს რაც უნდა ერქვა. ამიტომ ყველაფერი არის თვალხილულით, ცნობიერ ხილულით, ოღონდ თავარია რომ ჩვენ დავინახოთ და მისი კვანტური ყველგანყოფნობის არსში ჩავწვდეთ, არა მხოლოდ მეცნიერულად, არსობრივად. არსობრივად. და რა მადლობთ და უგმესი მადლობა და რა მაინტერესებს ჩვენ ცხოვრობთ თუ არა აკვარიუმში. იცი რა, სამყაროს შემოქმედმა ყოველი ჩვენგანი შექმნა აბსოლუტურად თავისუფალი, ოღონდ აბსოლუტურის გაგება არის ცუდად გაგებული ჩვენს დროში და არჩევანის თავისუფლებით. არჩევანის თავისუფლება არის სწორედ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და თავისუფლება კიდევ უფრო აღმატებული პასუხისმგებლობაა ყველაფერი იმასთან მიმართებაში, რასაც ღვთაებრივი ემოციური ინტელექტი ქვია. ამიტომ მე არ ვიცი ვინ რაში ცხოვრობს, არანაირი აკვარიუმი არ არსებობს და სამყაროს არსს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოგვეცა. ვერანაირი აკვარიუმი და ვერანაირი ხელოვნური ინტელექტები ვერც დაატყვევებს, ვერც გამოკეტავს. მხოლოდ დროის ფაქტორი შეიძლება იყოს რაღაც მომენტში და ესეც ერთგვარი ესე ვთქვათ, სიძლიერის გამოხატულებაა ყოველი შობილის, ან ქმნილის, ან გარდმოქმნილის, რამდენად შეუძლია მას შინაგანი ინტელექტით თავისუფლების ზიარებულობა, რამდენად შეუძლია გაიხსნას, გავიდეს, გააღწიოს, შეაღწიოს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ დავანებული აბსოლუტში და მერე ღვთაებაში. უგრესი მადლობა, გაიხარე. ძალიან საინტერესო.